გამარჯობათ მეგობრებო. როგორ ახათ, კარგად უნდა იყოთ, კარგად. და თავარია უფალთა უნდა იყოთ, რომ უფლიგზით რო ვივლით, ყველა სიტუაციას კარგად და ლამაზად გადავჭით. ჩვენ კიდევ დავიწყოთ ჩვენი ამბები. მოვდივარ კალიფორნიიდან, მივდივარ ტენესის შტატში და აგერ ნიუ-მეხიკოში. რა ვიცი, ალბათ ნახავთ რა იქნება, მოხდი საცობში. საავადმყოფოდ ალბათ ავარია იქ მოხვედრილი ან რაღაცა, იმიტომ ასეთ ამინჩი და ასეთ იმაში რატო უნდა იყოს. ერთ სიტყვით აი ესეთ საცობში ვარ, აგერ ვესტეიშენზე გავიარე, აქეთ. აი ბიჭებმა იციან. აქეთ შემოვედი და აი ეგ შემოვედი დავდექი. აი ნახეთ რამხელა მანქანების რიგია, ტრაილერების და ანუ რა იქნება, როგორ იქნება, ამას თავისთავად მე თქვენ გაჩვენებთ. თავისთავად გაჩვენებთ ამას კიდო და მინდა ერთ თემაზე ვილაპარაკო. მე მგონი დიდი ხანი მოვუდებით აქ ოფრასთან, გავიგეთ რა არის და ცოტა ისეთ სპეციფიკურ თემაზე მინდა ვილაპარაკო, რომელიც მძღოლებს ან ჩვენ ვინც აქავა და არა მარტო მძღოლებს, არამედ ამერიკაში აი ჩვენ ხო ადამიანებს ხო გაიდეალებული აქვთ ეს ამერიკა და სიტუაცია, თავისუფლება და ასე შემდეგ და ჩვენ სტილში ვართ, ჩვენ ვაჩვენებთ იმას რაც არის და მე თქვენ თვითონ შეაფასეთ. მე რა თქმა უნდა მე ყოველთვის მაქვს რაღაც თემაზე ჩემი აზრი. მაგრამ მოდი დავიწყოთ. თქვენ თვითონ შეაფასეთ და აწონ-დაწონეთ. გახსოვთ მეგობრებო, კენჭის გავლა მქონდა იმაში. გახსოვთ და საავადმყოფოში რომ მოვხდი. ეხლა ჩემი დაზღვევა ხო ბოდე, აი როგორ დავიწყოთ, იცი? აი ხშირად ხო ასეთი კაი ქვეყანაა და ბევრი თავისუფლება და ну რასაც ვამბობთ ხოლმე, მაგრამ ეს ფინანსური და ამბები როგორ მოქმედებენ ამერიკელებზე და თქვენ ალბათ ხშირად გაქვთ ნანახი რომ ეს ამერიკელები ვერ არიან ჭკუაზე, ნერვოზიანები არიან. ცხოვრებაშიც ახლა ვინც აქ ცხოვრობს და საერთოდ ბევრი ადამიანი შეამჩნევდა ამას და ძალიან ბევრჯერ აქვს ნათქვამი რომ ნერვოზიანები არიან, მაგრამ იცით მეც აი რისკი მიყვარს და საერთოდ ჯამში რისი თქმა მინდა, რატომ არიან და როგორ არიან? ზოგადად მაინც ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და ამ ფინანსებს ყველა ადამიანი ხო ვერ ზოგს არ აქვს შემოსავალი, ზოგს არ აქვს და თვითონის სიტუაცია სუსტი ნებისყოფის და სუსტი ადამიანი, ახლა სუსტი არ ვამბობ, რა ძნელია რა, ძალიან ის გადაიხადე, ეს გადაიხადე, ვერ აბავ, ან ხელფასი არ აქვს, ან ჯანმრთელობა არ აქვს და ასე შემდეგ და აი აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ამერიკის მოქალაქე ან ამერიკაში ვინც ცხოვრობს არიან ძალიან ნერვოზიანები. და დავიწყოთ აი წეღანაც რომ შევწყვიტე რამ განაპირობა და აი ვიხსენებ ეხლა რასაც ვამბობდი წეღან ახსოვთ ის რომ იყო ხო მოვხდი იმ საავადმყოფოში ალაბამაში და მივეცი ჩემი დიდი არაფერი არ გამიკეთეს უბრალოდ შემიყვანეს იმაში ასეთი ის რო არის აპარატი გადაიღეს ნახეს იქა და მე გამოვიდა ექიმი და თქვა მითხრა რომ ბევრი წყალი დალია და ეს წამალი მიიღე და ნუ კენჭის გავლა მქონდა რა კარგი. მე გახსოვთ მე ჩამოვედი ნიუ-იორკში, გავესინჯე, გამოვისე, გაწამანი და ერთ სიტყვით კარგად ვარ, ეხლა ძალიან ბევრ წყალს ავსვავ, ესავსვავ და ეხლა გადახდის მომენტი ხო არის და ჩვენ საერთოდ დაზღვევას ვიხდით ხოლმე ყოველთვიურად რაღაც დაზღვევას ნიუ-იორკში. და ეს ჩემი დაზღვევის მონაცემები გადავეცი ალაბამაში, მივეცი იქ. მე ეხლა წყნარათა უკვე როდის იყო ზაფხულში უკვე 1 წელია თეთრი გასულია და ვა ჩემთვის წყნარა და უცბად ჩემი გოგო მირეკავს რომ აი ალაბამა ანუ ის ალაბამაში სადაც ვიყავი ითხოვს ამ მომსახურებისთვის $12,000 მე წამოვიდგინეთ ერთი შეყვანა $12,000 პატარა არაფრის გულისთვის ხო არის აპარატი გასაგებია მაგრამ $12,000 რა ამბავია ზოგადად თუ დაზღვევა არა გაქვს ამერიკაში საერთოდ დაზღვევა ის ამაზე მე შეიძლება ჩვენ მე ვილაპარაკო და საერთოდ ამერიკაში სამედიცინო მომსახურება ძალიან ძნელია, იმიტომაც არის ხოლმე აი ჩვენი თანამემამულე ზოგი კბილებზე მოდის თბილისში და ჯანმრთელობას უჩემნიათ საქართველოში იმკურნალო ვიდრე აქ. მოდერ $12,000 ახლა როგორი საქმეა და ნუ ვურეკავ ახლა იმაში ალაბამაში
არა კიო მაგრამ და მეთქი რატო $12,000 რატო გამომიგზავნეთ მეთქი და აბა ხომ და გადაიხადო ნუ კაი მაგრამ მე შენ ხომ მოგეცი ჩემი აქვე მას სადაზღვეოს მონაცემები და იქიდან არ მოდისო ფულიო ვა ეხლა ავდექი და ამ გონია ხავარია ნახოთ აბა რა არის ჯერ არ აჩენს ხო მე ავდექი და გადავრეკე უკვე ნიუ-იორკში ჩემს სადაზღვევო კომპანიაში მე ყოველ დარეკვას უგორეც ხო შენ ხო დადიხარ რეკა არიღებს ან ვიღაცა იღებს გაწონებენ და მეუთხარი ნუ როგორც იქ აიღეს პურმილი და მეუთხარი 100 ალაბამაში ჩემი ისო და არა კიო ჩვენო კი მივიღეთო რომ ეს მოხდაო მაგრამ არასწორი კოდი გამოაგზავნესო მეუთხარი ეხლა მე რა უნდა გავაკეთო მეთქი უთხარი იმათ რომ სწორი კოდი გამოაგზავნო კი მაგრამ თქვენ ხო შეგიძლიათ მეთქი ეს გააკეთოთ არაო ჯობია შენ თვითონ უთხრაო სარმატარებს ეს ოქერი და აი გასაგებია ეხლა ვრეკავი მსავადყოფოში ალაბამაში არიღებენ ყურმის ამასობა შენ ხო ღელავ ეხლა $12,000 როგორ გადასახდელია და ისა ნუ არ აიღეს 5 საათი არ აიღეს ეხლა მეორე დღეს გადავრეკე როგორც იქნა აიღეს მეოთხარი მე დავრეკე ჩემ ნიუ-იორკის სადაზღვევო კომპანიაში მეთქი და ასე მეთქი და არასწორი კოდიო აბა როგორი კოდი უნდა გავაგზავნო მეოთხარი მე ხო არ ვიცი მე რა ვიცი კაცო ხო კაიო გავარკვევო ნუ იქ ხო იმაში ხო გოგოები იღებენ თანამშრომლები მე ხო არ ვიცი ხო და ახლა უკვე ღელავ ხო ბუნებრივია ხა ასეთივე ოპერაცია მე ხო ბიჭებს დააურეკე რაღაცა 3,000 2,000 შეიძლება ნიუ-იორკში გააკეთო 12,000 წარმოიდგინეთ აი ძალიან ფანტაზიურ გინდა არ გინდა ღელა ეხლა ჩემთან შენ დაწყნადი აკა დაწყნადი ჩვენ ხო ვამბობთ სიწყნარე სიმშვიდეთი და ასე შემდეგ ეხლა ველოდებით ზარს ხო მითხესო გავარკვევთ გავიდა ერთი დღე გავიდა ორი დღე ალაბამას სამატყოფო არ მირეკავს ისევ რეკავ ხო ისო ჩვენ ეხლა რაღაცა გავარკვიეთო და აქვია დაუკავშირდეთ ნიუ-იორკის იმასო და ნახოთ რას ნიშნავს მეთქი და არ ვიციო იმათ მომდა გადაიხადო რეკავ ეხლა იმაში აქვია ნიუ-იორკის სადაზღვევო კომპანიაში და ხო რაღაცაო და ჩვენ უნდა განვიხილოთო და როგორ იქნება მეთქი როგორ განვიხილოთ ისო და არ ვიციო გეტყვით და ვალ ამ ლოდინის რეჟიმში ხო როგორი მომენტია ეხლა რა ვარიანტი მაქვს მე თუ ამ სადაზღვევო კომპანიამ ჩემა ნიუ-იორკმა არ გადაიხადა იქით მე შემიძლია არ გადავიხადო სიტყვაზე და დავიკიდო ალაბამას ისა მაგრამ ისინი გადასცემენ რა ქვია მას კოლექტორი არის სააღმასრულებლო ორგანიზაცია და მე მაგერი მოდიან გევაჭრებიან და აი თუ 12,000-ია შეგვიძლია გადაანაწილო და ნელა გადაიხადო მაგრამ თუ შენ კოლექტორში მოხდი სანამ ამას არ დაფარა შენ ამ 12,000 ხო შენ უკვე გაშავებული ხარ არც ერთი ბანკი არც ერთი ისა ნუ ბანკით კი ისარგებლებ მაგრამ აი კრედიტი ან რაღაცა საშუალებებს არ მოგცემ ნუ გაშავებული ხარ რა ამ შემთხვევაში ახლა გიღის არ გიღის ეს უკვე სხვა თემა ამას უკვე მომავალი გვაჩვენებს მაგრამ ველოდებით იმ ჩემი სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებას მაგრამ მე მგონი გადაიხდია რა წესით იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვიურად ვიხდით გადასახადს და წესით და იმით უნდა გადაიხადო მაგრამ შეიძლება მან რამდენი ვარიანტია შეიძლება თლიანად გადაიხადოს ან შეიძლება 12,000-დან თქვა 2,000 ან 1,000 გადამახტევინო მაგრამ ესეც რაღაცა შეღავათია ნიუ-იორკში უფრო სწრაფად ხდება ხოლმე ნუ ეს აი ესეთ იმაში ვარ რა მდგომარეობაში და ჩვენ თავს რას ვეუბნებით გავრევიყო წნარად ჩვიდად და ალბათ რაღაცა გადაიჭრება ვარ ეხლა თქვენს ხედავთ როგორ მუშაობ და დღეს მირეკავს კომპანია მე ხო ის ტიკეტი ხო მომწეს რომ overweight იყო გახსოვთ მაშინ რა მითხრა აქო პოლიციამ რა თქვა მე რო გადავავლე თქვა რომ აქო ზაფხულობითო ზამთრობითო მანქანება არ უნდა იარონო ხო და
აი და აღმოაჩინეს რომ overweight იყო. თქვენ გახსოვთ ხო როგორ იყო? ესე იგი შეგახსენებთ. მე კომპანიამ არ მიმიღო, ცოტა დამაგვიანდა და Excel-ები მქონდა სულ ბოლომდე გაწევა, ესე იგი წონის ეს გადანაწილება მქონდა ძალიან კარგად, მაგრამ იყო ბოლო Excel-ი მქონდა ძალიან ბოლოში რა. ვინაიდან არ მიმიღეს, გახსოვთ ისა ხო? კი არ გადამიდეს მეორე დღეზე. 4 შაბათ ჩავედი და 2 შაბათს გადამიდეს. აი ჯერ რა თავხედები არიან ხო? აი წამოდგენთ ამერიკაში ცხოვრობთ, ხო ჩვენა ყველა რაღაცას ვიხდით გადასახადებს და ესე იგი მე გამიმართლა მიჩიგანში, დეტროიტში ჩემ ოფისთან რო ვიყავი, სხვა მანქანა წამოიყვანთ, თორე სხვა შტატში რო ყოფილიყავი 4 შაბათიდან პარასკევა ისა 4 შაბათიდან 2 შაბათამდე უნდა გავჩერებულიყავი და იქ გადასახადები, გადმოსახადები და 2 შაბათს გადამიტანეს. აი ძალიან უსამართლოდ ვიგზენით თავი, მაგრამ ნუ ჯანდაბას არ უშავს. კომპანია მომცა სხვა ტრაილერი და ისევაბი და გავაგზავნე და ნუ გავიწყოთ $250 ხო ჯარიმაში გადავიხადე დაგვიანების გამო და მე ის რაც მოხდა მე პოლიციის ამბავს. ეხლა გაგრძელება აქვს ამ ამბავს. ხო და რო გამოვედი საწყობში რო არ მიმიღეს, ჩემ დეტოიქამდე აქვია ოფისამდე იყო 12 მაილი გასავლელი და ეს უკანა Excel-ი, ანუ წონის ის ხრელები რო ვაკეთეთ ხო გადმოწია აქეთ, იმიტომ რომ ვიწრო ქუჩები უნდა მოვლა და უფრო მოხერხებულია. მე თვითონ გადავწია ესა. და მე გახსოვთ ხო? ავიცარი, მე პოლიციამ გამაჩერა, იმ პოლიციამ წამიყვანა. გახსოვთ ჩვენ ეს ვიდეო გადავიღეთ და მთელი ამბები ხო ჩუმად რო გადავიღეთ და მე ბოლოს პოლიციელი მეუბნება შენ უგეშინია ესო კომპანიის გადასა. მე ვთხარი მე სპეციალურად გადავწია ის Excel-ზე მეთქი და ხო ნუ არაშუტო აი კომპანიაში წაიღო. ნუ წავიღე გახსოვთ ეს ფურცელი წავიღე კომპანია ჩავაბარე და რამდენია გონი 3 კვირა თუ რამდენი გასულია და დღეს მირეკავენ და მეუნებიან აკაკი შენ გექნება $3000 გადასახდელი. რაზე მეთქი გასულ? აი ეს შენ ისა გაქო overweight-იო ხონდა მეთქი გამორიცხული რა მეთქი გასაგებია მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა ისო ადვოკატს უნდა მივცეთო და 3000 უნდა დავაკლებინოთო. მე ვთხარი რა ამბავია ეხლა ხო? ეხლა მე მაგათ არის ხოლმე Excel-ებზე რომ გადაწეულია, შეიძლება $200-300 აჰაჰა 400 გადაიხადო. აქედან გეუბნება 3000-იო. მე ვთხარი 3000 რა არის? ჯერ ისე და მეთქი ესო მიჩიგანის შტატიაო და აქ მაღალი ფეს გოგო მეუნება რა თანამშრომელი. მეთქი ადვოკატი დამალაპარაკეთ. ჯერ არ ვიცით შენი ადვოკატი რომელი იქნება რომ დაგიცვას. მე აუხსნი იმ სიტუაციას და ადვოკატმა შეიძლება გააკეთოს, იმიტომ რომ მე კიდე კაი ეს მაქვს ეს ფურცელი მქონდა შენახური. overweight-ი დაწერა, საერთოდ 80,000-ზე მეტი არ უნდა იყოს, მე მქონდა 74,000-ზე კიდე კაი ეს აბუთები მაქვს. ეხლა მე ვეუბნები ამ ჩემ გოგოს, იმ ადვოკატს წერილობით არ მიწერეს იმ ადვოკატს. ჩვენ საერთოდ როგორ არის, ყოველ თვე ვიხდით რაღაც გადასახადს. ადვოკატის გადასახადს ვიხდით ყოველ თვე, რომ აი ესეთ შემთხვევებში ადვოკატი მოგემსახუროს, ამის ინტერესია. და უკვე დავიძაბე ხო როგორია ეხა $3000 გადაიხადო რის გულით, როდესაც ვიცი რომ ზოგჯერ 200-300 აჰა დიდი მეც არ იხდი Excel-ზე რა. და მე ვუთხარი რომ მე კომპანიად მე არ გადავიხდი ამ თანხას, იმიტომ რომ თუ რაღაცა იქნება მეთქი მაშინ მე თვითონ წავალ იმ სასამართლოში და ჩემ ამბავს და ჩემ იმას მე თვითონ დავიცვალ მეთქი რა. ეხლა დარწმუნებული ეხლა მოსამართლე აი ჩემი ხრიდან ტყუილი არაფერი არ არის ეხლა Excel-ზე ამხელა თანხის გადახდა. აი ნუ ერთ სიტყვით აი ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში ვარ და საერთო ჯამში იმ სამანტყოფო რა სიზავს არ ვიცი, ჩემი საგადასახადო რა ის სადაზღვო რა სიზავს არ ვიცი და ველოდები ახლა რომ ადვოკატი დამიკავშირდეს და მე ჩემსას ვეტყვი. აი ამასობაში მგონი აქაც მოვედით, ამას გავწდეთ და ავარია, ტრაილერია გადატრიალებული. ეთი ისე გავაკეთე რომ პოლიციამ დამინახოს ეს პოლიცია და ისინი მინდა კიდევ ეს. აი ორი ტრაილერია გადაპირარებული
ცუდი ამბავია, იმიტომ რომ მაინც ახლა ზაფხულში მე ახლა ხელში არ ავიღებ ამ ტელეფონს ეს მინდა კიდე შარი არ მინდა ესე ნელა ახლა შეიძლება გამოჩნდეს კიდევაც ეს ჩვენი გადატრიალებული ტრაილერი. Chiamchniot. Ой, метро ელენი շատ გადატრიალებულა. ეს ერთი ტრაილერი აქით. ეს მანდარინები და ეს მოხდა და ორი ტრაილერი აქეთ. მარტინა ხარის. და სტრესული სიტუაცია. ნუ ღმერთმა გვაშოროს ასეთი ამბები. მეგობრებო, მე მოგიყევით რა მდგომარეობაში ვეხა ჩვენ. ნუ მეც ახლა ამერიკული სტილი ცხოვრობ და ახლა წეღანაც რო დავიწყე ლაპარაკი, რომ აი იცით რა არის? აი გული წდება ხოლმე მომენტებში. ახლა ჩვენ ხომ შრომელი ხალხი ვარ, წვალობ რაღაცები და ეს პოლიცია და ეს მთავრობა ზოგჯერ ისე გიდგება, თითქოს კრიმე იმხელად ჯარიმას გიდებენ. აი ისეთი უსამართლობის ცნობა გაქვს, რომ აი ხო შეიძლება დაიჭირო ყაჩაღები, ქურდები შავკანიანები ისეთ რაღაცებს აკეთებენ და ისე გამოდიან ვითომც არაფერი და ადამიანები რომლებიც შრომობ წვალობ აი ესე ჯარიმები თუნდაც რომ არ მინდა ამ სიტყვა თქვა აი დაგახჩონ რა ეხლა გარედან რომ შეხედო კი მაგრამ იმხელა გადასახადებია იმდენი ჯარიმები ეხლა წარმოიდგინეთ გეშინია რომ ეხლა ცუდად გავხდე ხო მოხდი იმ სამავთყოფოში 12000 მოგთხოვეს ეხლა აქ რაღაცა გაურკვევლობაში მოხდი 3000 მოგთხოვეს. ან აი წარმოიდგინეთ ახლა მეც ხომ აქ და ყველას გვაქვს ჩვენი მიმდინარე პრობლემები და ფინანსური და ეს ყველაფერი ერთმანეთში რომ ედება და გროვდება თავად ადამიანი იძაბები და ასეთ არაკომფორტულად ანუ დისკომფორტულად გნობ თავს და ჩვენ ახლა თავიდან გონია ვაიმე ეს ამერიკელები ასე ამ გააგიშა აი ეს სიტუაციებში არიან ეხლა ხო შეიძლება ჩვენს გავუგიჟდეთ მაგრამ ჩვენი დევიზი მოთმენთა შენ და მოიპოვე სული შენი ამას არ გადაუხო ჩვენ გვინდა მაგრამ ზოგჯერ მომენტებში მაინც გიჭირს ნუ რა ვქნათ ეს არის ცხოვრება ეს არის რეალობა ეს არის ის მოცემულობა რაც არის კერძოდ სადაც ვიმყოფებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ რაღა მოხდა, კაცო, კიდევ რაღაც ავარია, კაცო, ისევ საცობები. და წარმოიდგინეთ ეს ყოველ საცობი ეს დაგვიანება ეს ფასების მომატება ეს ყველაფერი ხო მოქმედებს ადამიანზე. აი წარმოიდგინეთ რამდენი დაბყოლების გადალახვა გინდა და მე რო უკითხომე ზოგჯერ რომ აი შენ რა გიჭის ამერიკაში ხარ ან ზოგჯერ არის ხოლმე ხო ასეთი რომ საყვედურებს ეუბნებიან ბიჭო 5 წელი 10 წელი ამერიკაში ხარ 6 წელი და რატო ფული ვერ მოაგროვე ის ვერ მოაგროვე აი ესეთი ნიუანსებია და აი ესეთი პატარა ამას ყველაფერს ვერ ეტყვი რა ეხლა თუმცა ადამიანმა ყველაფერი გებულობთ უკვე ონლაინის და იმის საშუალებით მაგრამ აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ ბიჭო აი რატო ხარ ამდენი ხარ იმიტომ აი ხარი ხარ რა თქმა უნდა ეს ჩვენი დიდი ტკივილია ეხლა ემიგრაცია და ასეთი მომენტები მაგრამ აი და ეხლა დამადო ეხლა წარმოიდგენ მე თუ ეს რაღაცა ვერ მოვახერხე 12000 $15000 დოლარი მექნება გადასახადი მე ფიქრობ ამ ხომ უნდა გადავიხადო ნელა მე მუშაობ ამაზე
ეს თუ არ ვიჩალიჩე. მე ამაზე გადის მე მაგალითი მომაქვს, ჩემი მაგალითად ყველას თავისი ისტორიები და მაგალითები აქვს და წარმოიდგინე ამ ნელა გადახდის მომენტებში დროც გადის, სიყვარულიც გადის, ასაკიც მოდის და საერთო ჯამში ნერვები, ემოციები და აი ეს ყველაფერი გროვდება და საბოლოო ჯამში ან გამოვა კარგად, ან არ გამოვა კარგად. ეხლა ასე თემებზე რომ იცი ხომ ეს საუბარი, რატო აზვიადებთ? მეგობრებო, თქვენ ხო იცით, მე არაფერს არ ვაზიადებ, აგერ ნატურაში, აგერ ბუნებრივად, აგერ გაჩვენებთ რაც ხდება. დანარჩენი უკვე თქვენ თვითონ შეაფასეთ. ნუ მე ჩემებურად ვაფასებ, რატო არიან ეს ასეთ ქვეყნებში ასე განერვოზებულები, დაძაბულები. ნუ თავისთავად ემატება ამას პოლიტიკური სიტუაცია და ნუ ყველას თავისი პირადი ცხოვრება და ეს ყველაფერი ემატება ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ისევ და ისევ უბრუნდები ჩვენ დევის, რომ გაუთხიდეთ ერთმანეთს. ჩვენ ხო არ ვიცით, რომ ელაპარაკები ეს გაბრაზებულია ან რაღაც არაორდინარულად იქცევა. ეხლა არ არსებობს, ყოველთვის არის რაღაცა მიზეზი და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გაუთხიდეთ, სანამ მიზეზამდე ჩაწვდები, ზოგჯერ ვერც გაიგებ იმ ადამიანის მიზეზს, რატო იქცევა ასე. ერთადერთი უნდა გაუთხიდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ წეღანაც რო თქვი, რა ხდება და როგორ ხდება, ჩვენ ბოლომდე ყოველთვის ვერ მივხვდეთ, აგერაც ავარი არ ყოფილა, მანქანა გაფუჭებია კიდე კაი. ნუ წარმოიდგინეთ ახლა მეგობრებო, ეხლა მე ვუძღუნებ ჩემ ამბებზე და და ეხლა ამას რო გავუშვი და მანქანა ამას ხო თავის პრობლემები აქვს, ამათ ლიზინგია და ნუ ერთ სიტყვით ისეთ გვამიდა, იცით? პრობლემები არ გვაკლია, ზოგს ასე, ზოგს ისე, მე ამ შემთხვევაში ჩემი ამბები გითხარით, მაგრამ თავარია ამ პრობლემებში და ამ რეალიაში ერთმანეთს გაუთხიდეთ და გადავჭრათ პრობლემები, შიმშვიდით და სიწყნარით და სიყვარულით. ადვილია რა რომ ლაპარაკობ, მაგრამ რომ ლაპარაკობ, ესეც უკვე საქმით უნდა ვაჩვენოთ. და არავითარ შემთხვევაში არ იგონოს ადამიანს, ეხლა მე ვიდეო იმიტომ კი არ დავდე რომ ვიტირი და რაღაცა, მე უბრალოდ ვაჩვენებ იმას რაც არის. ნუ ნახოთ, ყველაფერს იმედია გადავჭრით ისე რომ ჩვენი ეს შრომა და ჩვენი ასე თქვა, აი წვალება სიტყვა არ მიყვარს რა. აი ხშირად ამბობ, აი შესაწყალო, რამდენ წვალობს საწყალი. არა ვარ ჩვენ საწყალი. ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა. რასაც ქვია დღევანდელი სოფლიო კაპიტალისტური წყობა და უბრალოდ არა კაპიტალი, დღევანდელი ის რეალობა, სადაც ვართ. აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, ბედნიერებას. და რასთავრე უფალთან ვიყოთ, უფალი ყველაფერს გვასწავლის, როგორ უნდა ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება. შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში, იმედია საინტერესო ვიდეოებში.